სხვათა შორის ძალიან გარდაისახა მამა ჩემი როცა რაგბი აღმოვაჩინე მე, იმიტომ რომ თვითონ რა თქმა უნდა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო და რაგბი სრულიად უცხოხილი რო აღმოვაჩინა ჩემთან ერთად, ხო, ძალიან მოეწონა. და ძალიან ნანობდა რომ აი როგორო მე ჩემ ასაკში ვერ აღმოვაჩინეო და აი ეს იყო გარდამტეხი მომენტი რომ მამის ხარდაჭერა რომ როცა გრძნობ მიუხედავად იმისა რომ სამით ვეხვეწებოდი შემიყვანე რაგზე ფიზიკურად სუსტი ვიყავი დაგლეწავენ ბიჭო და შემიყვანა საბოლოო ჟამში თავის მეგობართან სტამბულდა იყო ჯიქებში დათო გოცაძე იქ მიმიყვანა და მე თვითონაც ისე ჩაერთო რომ აი ეს იყო ალბათ გარდამტეხი მომენტი რა რომ ორივე ისე ჩავერთეთ ეხლა ბავშვს რო უნდა ეგ გასაგებია მაგრამ თან მამასაც რო უნდა მე იმდენად ჩაერთო თვითონაც რომ ჩვენი გუნდის მენეჯერი გახდა და რაღაცა სპონსორი იშოვა და ნუ სიანა თავიდან ბოლომდე ჩაერთო და ამან კიდე მეტი ბიძგი მომცა რაგბისკენ და რაგბი იყო ჩემთვის აი დღემდე ესეა აბსოლუტურად ყველაფერი რა და მამაც რო იწყობს ხელს ამაში და მხარდაჭერას გამოხატავს ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქედან ვიგრძენი ის რომ ჩემი შვილი თუ რამეს ესევნებით აიტაცებს აუცილებლად ხელი უნდა შეუწყოს რაგბი იქნება თუ რა იქნება ხო არ იყვნენ რაღაცა ძველ თაობაში იყვნენ რომ არა ექიმი უნდა გამოხვიდე იმას არ მიეკარო არა რაგბი იქნება მithumetes გოგოა თუ ისა რაც მოეწონება ვიცი რომ იმენად ეხლა ჩემთვის რო ეგ ვინმეს დაეშალა მე რო რაგბი ესე მიყვარდა და მამა ჩემს ეთქვა რომ არა ტრამვიანი სპორტია და არ შეგიყვან აი დღეს არ ვიცი სად ვიქნებოდი ამიტომ რამდენად მნიშვნელოვანია ხა მშობლის მხარდაჭერის ფაქტორი ეს უპრეცედენტო არის ამიტომ მანდ მივხვდი მაგა ასაკშივე მივხვდი რომ ჩემმა შულმა რაღაცა დიდი ნება რო გამოხატოს ესეთი როგორც მე მქონდა რამის მიმართ აუცილებლად ხარი უნდა დაუჭირო რაც არ უნდა იყოს ნუ ეხლა თუ რაღაცა კრიმინალი და ის არ არის ქუჩაში დგო ჩვენ პერიოდში 90-იანებში ეგეც ძალიან მარტივი იყო ქუჩაში დგომა მაგრამ აი ეგ იყო რა რომ მხარდაჭერა იმოქმედა ძალიან